დასაწყისში ადამიანს აქვს ეს სტაბილურობის განცდა მშობელთან ურთიერთობაში, რაც მისთვის არის პირველი ერთ-ერთი გამოცდილება ამ სამყაროში სიყვარულის. ანუ ბავშვის ურთიერთობა მშობელთან არის სტაბილური და ისინი რაღაცა ამ სინერგიაში, ჰარმონიაში თუ რაღაცაში ერთის შეხედვით ასე ჩანს და შეგრძნებაშიც პლუს მინუს ასე ეძლევა ორივეს, ხო, განიცდიან თავს. ასევე ძალიან სტაბილური გარემო, რა თქმა უნდა, არის დედის მუცელში, სადაც ერთ-ერთი ზესტაბილური გარემოა. თუ დაირღვა ეს სტაბილურობა, ფატალურად მთავრდება უბრალოდ. ამიტომაც ის ფაქტი, რომ ბავშვი დაიბადა, ნიშნავს, რომ ძალიან სტაბილური გარემო იყო დედის მუცელში. შესაბამისად, ძალიან, როგორ გითხრათ, გავს ეს სტაბილურობა და სტაბილურობისადმი ძალიან დიდი მოთხოვნილება, რაც გავრცელებული ამბავია, გნებავთ სამსახურში ადამიანებს მოწონთ სტაბილური ხელფასი, სტაბილური გარემო, მათ მოწონთ რაღაცა სტაბილური კონტრაქტი 5 წლიანი, 6 წლიანი, 10 წლიანი უვადო კონტრაქტი. ქორწინების დროს მიდება კონტრაქტი სტაბილურობის, რომ ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ, მორჩა და გათავდა. ეხლა დღეს პირობას ვდებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერე არის კიდე სტაბილურობის სურვილი აგერ ბატონო ჩემო კვების ობიექტებზე, რომელიც მაკდონალდსმა არაჩვეულებრივად გამოიყენა და როგორც ბავშვმა ზუსტად იცის დედის რძეს რა გემოექნება და როგორი ესა აქვს სტრუქტურა, ტექსტურა და ასე შემდეგ და ის არ შეიცვლება არასდროს, ასე არ შეიცვლება მაკდონალდსის საკვები. და იქნება ყოველთვის ერთნაირი და რაც უფრო მაღალი დონის რესტორნებია სხვათა შორის, იქაც ცდილობენ, რომ ეს სტაბილურობა იყოს ხოლმე, თუმცა აი პიცერიაში კი მსგავსია პიცა, მაგრამ მაინც ორი ერთნაირი პიცა არ ცხება. ძალიან ძნელია ამის მიღწევა რა. და მაკდონალდსისთვის ადვილია, იმიტომ რომ რაღაც ძალიან მასობრივ წარმოებას აკეთებს და აქეთ ამ მხარეს რომ შევხედოთ ეხა მედალს, რომ ამ სტაბილურობას რის ფასად აღწევს მაკდონალდსი, დავინახავთ, რომ ეს სტაბილურობის მდგომარეობა და განცდა არც ისე მომგებიანია დედამიწაზე არსებობისთვის. იმიტომ რომ ზუსტად ამ სტაბილურობას შეეწირა ჩვენი თავდაპირველი გარემო, რომელიც იყო ბუნებრივად ამოზრდილი ევოლუციიდან და მე ადამიანმა რომ დასახლდა და მიწა შემოხაზა და წყლის პირას და საქონელი რომ მოაშენა, აი აქ დაიწყო ძალიან ბევრი რამ. ამაზე როგორც ვიცი, ანთროპოლოგებსაც უწერიათ, ფსიქოლოგებსაც უწერიათ, ფილოსოფოსებსაც, ისტორიკოსებსაც, როგორ დრამატულად შეიცვალა ადამიანის ცხოვრება დასაწყისში განსაკუთრებით უარესისკენ, როდესაც ის გამოედევნა სტაბილურობას, რაც იყო ფერმერობა. ესე უხეშად რო ვთქვათ. და ამან გამოიწვია მერე ომები, მიწის ნაგლეჯებზე დავები, რაც დღემდე მიმდინარეობს, მიწის დასაკუთრების ამბები და ასე შემდეგ და სადღაცა უკან დამალული არის სურვილი რომ რაღაცა გავინახდო. აი განაღდებული მაქვს რაღაც. და როგორც სტაბილურად განვიცდი თავს, რომ აი სტაბილური ხელფასი მაქვს, სტაბილური შემოსავალი მაქვს და ასე შემდეგ. და რეალურად ეს სტაბილურობა ძალიან ხშირად მოევლინება ხოლმე ადამიანს ციხედ. ცხოველები, რომლებიც ტყეში ცხოვრობენ, არიან ჯანმრთელები. ისინი ძალიან სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობენ და მათი სიცოცხლე გამუდმებით არის რისკის ქვეშ. ძალიან მკაცრი გარემოა იქ. თუმცა ისინი არ უჩივიან რაღაც მძიმე დაავადებებს ამ პრობლემებს, ეს გასაგებიც არის, როგორც კი დაავადება წამოვა, ეგრევე მოდის იქ გადარჩენის პრინციპი და იცხრილება. ავადმყოფი ცხოველები და შესაბამისად ვერ ვრცელდება დაავადება. ეს ერთი ფაქტორი, თუმცა ეს ცხოველები, რომლებიც თქვათ ზოოპარკში დაატყვევეს და მისცეს სტაბილური გარემო, აი ხო უცნაურია. ამოწმებენ მათ ექიმები, აძლევენ საკვებს, დაბალანსებულ რაციონს, არ ვიცი, ზრუნავენ მათზე, ვოლიერები ისეთია და იმხელა რომ გაიქცეს, გამოიქცეს, ანუ ყველანაირ პირობას უქმნიან და ეს ცხოველები ავადდებიან.
ხან დეპრესია აქვთ, ხან შფოთვა აქვთ, ეს ფსიქოლოგიურად, ფიზიკურადაც მოწყვლადები ხდებიან ვირუსის მიმართ, ეცემა მათი იმუნიტეტი. როგორ გითხრა, არ მუშაობს აღარაფერი, ჩვენ ვიცით, რომ ზოოპარკში ერთი წელი მაინც თუ იცხოვრა ცხოველმა ველურ ბუნებას ვეღარ დაუბრუნდება, იმიტომ რომ დაუჩლუნგდა მას ინსტინქტები და ასე შემდეგ და მაინც საკმარისია 5 წუთი კარი ღია დაგრჩეს, თავპირის მტრევით გამოვარდება ეს ცხოველი და გავარდება ბუნებაში. ნახე, მისი ინსტინქტი ძალიან ცოცხალია, მას არ უნდა სტაბილურობა, მას უნდა ცხოვრება, მას უნდა რისკი, მას უნდა სიცოცხლე და ის ინსტინქტურად კარგად არის მოჭიდებული იმ რეალობას, რომ სტაბილურობა ეს არის ილუზია. სტაბილურობის ძიება დედის მუცლის გარეთ, 1 წლის ასაკის ზემოთ, 5 წლის ასაკის ზემოთ, 15 წლის ასაკის ზემოთ და თუნდაც 30 წლის ასაკის ზემოთ ხო საერთოდ უკვე არის ილუზიაში, ილუზიის გამოდევნება, რასაც მერე ნელ-ნელა ეწირება, აი როგორც ცხოველზე აღწერე ზოოპარკში რა მოსდის, ესეთი რამეები. აი მაგალითად, სტაბილური გარემო მაქვს სამსახურში, ნერვებს მიშლის პირობითად უფროსი თუ კოლეგა თუ დარაჯი თუ ვინც გნებავთ და მე ყოველდღიურად სტაბილურად ვითმენ ამ ნერვების მოშლას და აქაც სტაბილურობა მირჩევნია ცვლილებას, იმიტომ რომ რა ვიცი რა მოხდება, ნახე, ეს ცვლილების შიში არის რისკის შიში, რომ დაუბრუნდე ცხოვრებას, რომელიც არ არის პროგნოზირებადი და ეს ილუზია და ეს კარგად იციან ხოლმე ბიზნესის წარმოებლებმა. ნახე, ისინი გიქმნიან ილუზიას კარგად, რომ აქ რაღაცა სტაბილური გარემოა. 9-ზე ვიწყებთ, 6-ზე ვამთავრებთ. შუაში 1-დან 2-მდე გვაქვს შესვენება, რეჟიმს ეძახიან ამას, რეჟიმი. დირექტორი რაღაცა არის ესე და ესე, მოდის ასე და ასე, კვირაში ერთხელ არის, არ ვიცი, შეკრება, რომელზეც ესე და ესე ვლაპარაკობთ. იქ რაღაც კორპორატიულებს გვეგმავთ წელიწადში, არ ვიცი, 3ჯერ, შაბათი და კვირა ვისვენებთ ესე და ესე, გვაქვს 12 დღე. ნახე, ყველაფერი დათვლილია. აბსოლუტურად ყველაფერი. 12 თუ 24 დასვენების დღე გვაქვს, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ასეთ და ასეთ დროს, ანუ რეცეპტებით არის სავსე. ეს ძალიან გავს ასევე რელიგიას. რელიგიაშიც ესეა, ნახე, ყოველ კვირას არის რიტუალი, რომელიც ან შაბათს და კვირას, რომელიც იწყება ამ და ამ საათზე, მთავრდება იმ და ამ საათზე, მღვდელს არა აქვს უფლება თუ ფეხზე დგას, რომ წირვა გააცდინოს, იმიტომ რომ სტაბილურობის განცდა უნდა მიანიჭოს ბრელს. და ბიბლია, რომელიც 40 საუკუნის წინ იღებს სათავეს და ფესვს, დღემდე მოცემულია როგორც სტაბილური საყრდენი და სტაბილური, ასე ვთქვათ, წიგნი ამ რელიგიისა, რომელსაც ეფუძნება ყველაფერი. ნახეთ, სულ სტაბილურობაზე, ასე ვთქვათ, საყრდენობაზე აქვს პრეტენზია ამ ყველაფერს. გნებავთ რელიგიაში, გნებავთ სოციალურ მოწყობაში, გნებავთ ბიზნესში და ასე შემდეგ, მაგრამ ბიზნესშიც და ყველგან არის ხალხი, რომელიც დგას წინა ხაზებზე. აი მიმდინარეობს ხო თქვათ ბიზნესის ცხოვრება, ან რელიგიის ცხოვრება, ან პოლიტიკური რაღაცა ერთიანობის ცხოვრება, რაღაცა ერთეულის ცხოვრება, ოჯახის ცხოვრება მიედინება და ამ ყველა სტრუქტურას ყავს ვიღაცა ერთი ან ბევრი ადამიანი, ვინც წინა ხაზზეა იმ გაგებით, რომ ვიღაცას მოუწევს სიცოცხლესთან შეხება, რაღაცა დოზით თუ არ შეეხო, არაფერი გამოვა, იქ სიკვდილია მხოლოდ, ხო? და ამ ადამიანებმა უწყიან კარგად, რომ სტაბილურობა არის ილუზია. რომ სტაბილურობა აბსოლუტური გაგებით არის შეუძლებელი და მიუღწეველი. და ისინი მაგალითად ბიზნესში გაყიდვები გამუდმებით გრძნობენ, რომ ლატარიის თამაშს გავს გაყიდვა. რომ კლიენტი ხო სიტყვის თუ არა სიტყვის, აქ ძალაუფლება გაყიდვებს არა, კი შეიძლება დახვეწო ტექნიკა და აწიო პროცენტობა, მაგრამ 100%-ზე ვერასოდეს ახვალ და თუ 100%-ზე არ არის, იქ არა გვაქვს სტაბილურობა, ხო? ციფრების თამაშია. ну რაღაცა სტაბილურობა არსებობს იმ მხრივ, რომ ვინც ცდილობს და ვინც მოქმედებს, ის რაღაცა შედეგს მიიღებს. მაგრამ ესეც ლატარიაა. ასევე თქვათ პოლიტიკური სიტუაციები რო არის ხოლმე და კონფლიქტები, თვითონ პოლიტიკოსებს რაღაცა იდეები აწუხებთ თავში, მაგრამ ხალხმა ვინც მერე ომში მიდის და წინა ხაზზე იბრძვის, იციან რომ სიცოცხლე თურმე ზაფზე კიდია.
და შეიძლება ერთი დღე წახვიდე ამ ომში, შემთხვევით ვიღაცას რაღაცა კონფლიქტი მოუვიდა იმ მაღალ ეშელონებში თუ რაღაც მიწის ნაგლეჯზე დავაარი, ან შეიძლება ერთმანეთს აზომებს ორი პოლიტიკოსი რაღაცებს ძალიან არქაული ინსტინქტით და ამასობაში უცებ არ ვიცი, უბრალო ხალხი, რომელიც ჯარში წავა და ომში წავა, ხედავენ, რომ სიცოცხლეც კი იმდენად არასტაბილურია, რომ ერთ წამზე კიდია, რომელიც ღმერთმა უწყის, როდის დადგება და ომში უფრო მაღალი ალბათობით შეიძლება, რომ დადგეს ნებისმიერ მომენტში, ხო? ასე რომ ეს სტაბილურობის ილუზია არის კარგი საკვები და სხვათა შორის რა საინტერესოა, რომ აი ამ სტაბილურობის მიღწევა, ვინც შეძლო, ხო, აი მაგალითად ისევ მაკდონალდსი რო ავიღო, ან KFC თუ სხვა სტრაფიკოების ობიექტები არის, სადაც აი პლასტმასივით სტაბილურია მათი საჭმელი. ასევე, არ ვიცი, ვენდისი თუ კიდე არის რაღაცეები. ამ დანკინი და ასე შემდეგ. აი შეხო ზუსტად იცი რა დაგხვდება, ხო? ზუსტად ესენი არის, რომელიც ყველაზე არაჯანსაღია, ყველაზე არაჯანმრთელი. ასევე სუპერმარკეტშიც რო შეხვიდეთ, ყველაზე სტაბილური საჭმელი არის კონსერვები, რაღაცა პლასტიკური მეებში გახვეული შოკოლადები და ნამცხრები და ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც კარგად არის შეფუთული და ზოგს აწერია ვადა 3 წელი, 4 წელი. ნახეთ, რამხელა სტაბილურობაა მიღწეული და ყველაზე არაჯანსაღია. კოსმეტიკაშიც ასეა. კოსმეტიკას, რომელსაც ვადა აქვს, არ ვიცი, 10 წელი. ის არის ხოლმე ყველაზე მდარე და არასასარგებლო ადამიანისთვის და ასე შემდეგ, ხო? ანუ ნახეთ პირდაპირ კორელაციაში, რომ სტაბილურობა არ მიიღწევა ასეთი სტაბილურობა ჯანსაღი პროცესებით. საჭმელი წესით, ადამიანის რაციონი და ნახეთ, ვინც გამუდმებით მაკდონალდსში იკვებება, რა მოსდის, ხო? მას ჩვენ ვიცით, ხა ამერიკაში განსაკუთრებით არის ეს კულტურა, რომ ყოველდღე ბურგერს ჭამენ და ცოტა ხანში ფუჭდება ღვიძლი, ფუჭდება თირკმელი, კუჭის პრობლემები იწყება, წონის პრობლემები იწყება. რა ხდება, ხო? ადამიანიც სადღაცა არაცნობიერად ეძიებს დედისაგან მოსულ იმ სტაბილურობას, რაც მას ჰქონდა 1 წლამდე, მაღალი სტაბილურობა, ამას ეძებს არაცნობიერად, რეგრესირებს, ანუ აქ პროგრესი არ არის. პროგრესი არის დაბადება, პროგრესი არის ფრუსტრაცია, პროგრესი არის ტკივილის მიღება იქიდან, რომ მე ვივარჯიშე და კუნთები მეზრდება და 1000 სხვა პროგრესია რა და ეს არის რეგრესი. მე მინდა სტაბილურობა, მე მინდა რაღაცა თბილ რაღაცაში ჩაძირვა და იქ თვალდახუჭული ყოფნა, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ხო? და ამას იძლევა მაკდონალდსი და არის მიჯაჭვული ხალხი. დღე და ღამე იქ ჭამენ, გაფუჭდა ღვიძლი, გადაინერგა, რაღაცა თირკმელი გაითიშა. სხვათა შორის თირკმელზე პირდაპირ ექიმისგან ვიცი, რომ რაც უფრო ერთი და იგივეა შენი კვების რაციონი, მით უფრო იოლია, რომ თირკმელი დაავადდეს. ანუ პირდაპირ კორელაციაში ეს და ნახეთ, ესე იგი ცვლილების მიმართ ფობია და შიში ორ სახოვანია. ერთი, ეს ძალიან აწყობს იმ ხალხს, ვინც манипуლირებს მასებით. იმიტომ რაც უფრო სტაბილურად იქნება მასა, უფრო იოლი სამართავია და ამიტომაც არის, რომ მასობრივი манипуლაციის ორგანიზაციები, მე არ ვეხები გამონაკლისებს, აქ საუბარი მაქვს ძირითადად რა სურათი გვაქვს და ეს არის პოლიტიკური პარტიები, რელიგიური ორგანიზაციები, ბიზნეს ორგანიზაციები, რაღაცა იდეოლოგიის მიმდევარი ხალხი და ასე შემდეგ, ისინი პირველ რიგში იძლევიან სტაბილურობას, სტაბილურობა, მშვიდობა, ეს ყველაფერი. რაც ანუ ვიცით, რომ არაცნობიერად ადამიანის რეგრესისკენ მიმავალი ინსტინქტია. ინსტინქტს ვერც დავარქმევ. ეს არის გაუცნობიერებელი რაღაცა მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ეძიებს იმიტომ რომ მართლა მტკივნეულია ცხოვრება, რა ცხოვრებას ახლავს ტკივილი და ზრდას და პროგრესს ახლავს ფრუსტრაცია, ახლავს უარყოფა, ნეგატიური გამოცდილებები და ისეთი არაჯანსაღი გარემოა შექმნილი, რომ ამის დოზა იმდენად მაღალია, რომ ხანდახან ადამიანი პროგრესის ნაცვლად რეგრესისკენ მიიდრიკება და განიცდის, ღმერთო ჩემო, დაბადება ესეთი თუ იყო, დამაბრუნეთ დედაჩემის მუცელში. ხმამაღლაც კი გამიგია ეს. ან ესე გააჩერეთ ეს პლანეტა, ჩავდივარ, აღარ შემიძლია, ხო? ძალიან ადამიანურია ეს. და აი ესეთმა ორგანიზაციებმა, ვინც სტაბილურობას ძალიან აწვევიან, იციან ეს. ნახეთ, სტალინის დროს, როგორც ვიცი, ოჯახის ინსტიტუტი იყო ძალიან სტაბილური.
არც ბედნიერი ყოფილა, არც კეთილი ყოფილა, არც თქვათ რაიმე სასიკეთო მომავლის მომტანი ყოფილა, არც ადამიანებისთვის ყოფილა, არც შვილებისთვის ყოფილა, ეს ყველაფერი ილუზიებია, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ოჯახის ინსტიტუტს ჰქონდა ერთადერთი რამ მინიჭებული სტალინისგან, რეჟიმიდან გამომდინარე, რომ ყოფილიყო სტაბილური. ეს უნდა ყოფილიყო რაღაც, რაც არ იცვლება. იმიტომ რომ რაც უფრო სტაბილურია, უფრო ადვილად გასაკონტროლირებელია, უფრო რეგრესულია იქ მდგომარეობები, არ არის პროგრესული. ცვლილებები საერთოდ მტკივნეულიც არის. თან არ რისკია ცვლილება, არ ვიცით რა იქნება, შევცვალე რაღაც, ჩამოემხოს ყველაფერი თავს, ხო? ეს რაც შეეხება სტაბილურობის აი ესეთ ფანატიკურ ძიებას, რაც დღეს ადამიანში შეიმჩნევა ხოლმე და რეალურად ის სტაბილური ხელფასი, სტაბილური სამსახური, სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა ან სტაბილური რელიგიური მსახურება არის ილუზია. არ არსებობს სტაბილურობა ამ სამყაროში, ყველაფერი მუდმივად იცვლება და მოძრაობს და ეს გარემო ილუზორული იმით არის სახიფათო, რომ რეალურად ზოოპარკივით ციხეს წარმოადგენს და ნელ-ნელა ჩლუნგდება, როგორც ზოოპარკში ცხოველის ინსტინქტები ჩლუნგდება, გადარჩენის ასე ვთქვათ ლიბიდო და უნარი ჩლუნგდება, იმუნიტეტი ქვეითდება, იქ ორგანოების გაფუჭება იწყება ერთი და იგივე საჭმლის ჭამით და ამ ცხოველს მართლა ეკარგება ცოტა ხანში დამოუკიდებლად გადარჩენის უნარები. და ადამიანსაც ასე მოსდის სტაბილურობის ძიებაში და დევნაში ჭიპლარით გადაებმევა რაღაცა გარემოს ილუზორულს, რომელიც ილუზიაა და არავინ არის დაცული, რომ უცებ ერთ დღეს ეს გარემო არ დაინგრევა და დაემხობა. ისევე როგორც ის ზოოპარკი შეიძლება არ ვიცი, სულ მინიმუმ აი თბილისში რო იყო წყალდიდობა ეს მოხდეს და გამოვიდნენ ეს ცხოველები და დაძრწოდნენ ქუჩებში, ჩვეულებრივად, ხო? რა თქმა უნდა ვერ გადაირჩინეს თავი. მათ არ შეუძლიათ გარეთ გადარჩენა და ასევე ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდხანს ჭიპლარით სტაბილურობაზე დააჯაჭვა სხვადასხვა გარემო პირობებმა, ისინი ძალიან მოწყვლადები არიან შემდეგ და შეიძლება ერთ დღეს შეეხოს რეალობა და ძალიან დაბლა დაცემები ხდება. თუმცა ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანი ძალიან პლასტიკური არსება. ამიტომაც ნებისმიერ სიტუაციაში, თუ თქვათ შენიშნავ, რომ სტაბილურობას ხარ ძალიან მიჯაჭვული, ან ჭიპლარით ხარ გადაბმული, ან უკვე გრძნობ, რომ იმუნიტეტი დაგიქვეით და ლიბიდო დაეცა, ანუ დეპრესიული მდგომარეობები მოდის, ნახეთ, ამ ხელა სტაბილურობას, რა თქმა უნდა, მოყვება დეპრესია. იმიტომ რომ რა არის რეალურად დეპრესია? ხო, არაფერი არ იცვლება, ყველაფერი ერთი და იგივეა, არაფერს აზრი არ აქვს, ყველაფერი შავ-თეთრია უკვე. სპონტანურობა საერთოდ აღარ არის ჩემ ცხოვრებაში, რაც ვთქვი და ვცადე, არაფერი გამოვიდა, იმიტომ რომ შესაძლოა ინსტინქტი დამიჩლუნგდა ამდენ სტაბილურობაში ყოფნისგან. მშობლებიც უქმნიან ხოლმე ასეთ გარემოს, იცი? ადამიანს ასათბურებენ, შეიძლება 25 წლამდე, 30 წლამდე, 40 წლამდე და მერე თქვათ მშობელი გარდაიცვალა, ხო? ჩვენ ყველანი მოკვდავები ვართ და 50 წლის ადამიანი გამოიხედავს ამ სასათბურე პირობებიდან და წარმოდგენა არ აქვს რა გააკეთოს. დაჩვენებულია ყველანაირი ინსტინქტი, ყველანაირი კრეატიული ადაპტაციის უნარი. დაჩვენებულია შეგრძნება მე რა მინდა, ვინა ვარ, რა ვარ. აი, წარმოუდგენელია ამ სასათბურე პირობების და ასე ვთქვათ ბრჭყალებში სტაბილურობის მავნე გავლენა ადამიანზე. ჩვენ ვიცით ასევე, რომ თუ პირობითად სირბილი გინდა, რომ იცოდე, ხო? ჯობს ირბინო. თუ ერთ ადგილზე გაჩერდები, კი გული ცემს, რა თქმა უნდა, გული არ გაჩერდება, სანამ ადამიანი ცოცხალია, მაგრამ თუ არ გირბენია დიდი ხანია და გაიქცევი, ეს ცხოველებსაც კი მოსდით, ხო? ასეთ არ ვიცი, აი ცხოველი ხო პირდაპირ სირბილისთვის არის მაგალითად ვეფხვი შექმნილი, ხო? უნდა ირბინოს ვეფხმა, ან პუმა, ან ლომი და ყოფილა შემთხვევა, რომ აი გამოიქცა ზოოპარკიდან და გაუსკდა გული, ინფარქტი მიიღო. იმიტომ გულმა ვეღარ აიტანა დატვირთვა. ასევე ადამიანი ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი და მორბენალი არსება იყო დედამიწაზე ყოველთვის. ის გადაადგილდებოდა გამუდმებით. დღემდე არის მომთაბარე ტომები, ხო? და მომთაბარე ცხოვრების სტილი, მაგრამ ესე იყო მოწყობილი ადამიანი, დადის, დაძრწის, საერთოდ რო შეხედოთ, ამერიკა აღმოაჩინა, ხო, კოლუმბმა, რა უნდოდა, ხო, მჯდარიყო სახლში და წავიდა სადღაცა წყლებში და ჩვენ ვიცით, რომ ვიკინგები თქვათ ნავებით გადაცურავდნენ ხოლმე ზღვებს და ოკეანეებს და იყვნენ ერთ ამბავში და ძალიან ის იყო ადამიანი რა, აი გამღწევი ხა თქვათ კოსმოსში ვართ გასულები, ხო?
და ეხლა წარმოიდგინეთ ეს არსება, რომელსაც ამხელა ლიბიდო აქვს, ანუ სასიცოცხლო ენერგია მოცემულია, ზუსტად ამ ცვლილება, გარღვევა, წინსვლა, ზრდა, აი აქ არის ენერგია. ნახეთ, ლაპარაკზეც კი მეტყობა. რომ დავიწყე ხა ამ ფენომენების ჩამოთვლა, როგორ ამეწია ენერგია. და ეხლა სტაბილურობა, მშვიდობა, სიწყნარე ამაზე რომ ჩამოვალ უკან, ხო? აქ სიცოცხლე არ არის, აქ არის რეგრესი, აქ არის დედის მუცლის მონატრება, რაც მესმის, ძალიან ადამიანურია. თუმცა დიდხანს ამ პირობებში ყოფნა და ნახეთ ახლა კიდე რას შევადარებ რა. სტაბილურობის რაღაცა დოზა სასიცოცხლოდ აუცილებელია. აი ილუზია სადაც არ არის, სადაც არის დასასვენებელი ადგილი. იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის მოწყობილი ჩვენი ორგანიზმი, ვიძინებთ ღამე. ანუ ღამე რო გძინავს, რაღაცა ადგილია უსაფრთხო საჭირო, რომ შენ თავში ჩატრიალდე დაიძინო და ვიცით რომ ძილი ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ეხლა იმ ქაოტურ და ჯუნგლისებრ გარემოში რაც მე აღწერე, ვერ დაიძინებ იქ, სუფხიზლად უნდა იყო, რომ რაღაცა ხო არ ხდება, აბა რა გავაკეთო, წინ როგორ წავიდე და აი რაღაც ბრძოლის ველს გავს. ნამდვილი სიცოცხლე და ეს ძილი შეუძლებელია და რა თქმა უნდა ძილისთვის, დასვენებისთვის, ენერგიის მოკრებისთვის საჭიროა რაღაცა მშვიდი წყნარი გარემო, რომელიც გავს დედის მუცელს. და შევატაროთ მოდი. და გავაკეთოთ ესეთი დასკვნა, რომ სამყაროში ცხოველებიც კი იშენებენ ბუდეს, სოროს, ადგილს, სადაც დაისვენებენ ცოტა ხანი. 100%-იანი გარანტია არსად არ არსებობს არაფრის, მაგრამ ისინი იქ ისვენებენ, ხო? სოროში, ბუდეში, სკაში, არ ვიცი, რაღაცა მიწაში ხრელებს აკეთებენ და იქ ჩადიან, 1000 რაღაცას იშენებენ. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ოღონდ ადამიანის შემთხვევაში ეს ბუდე, სორო, ხრელი და სახლი გახდა ციხე. აღარ უნდა ადამიანს გარეთ გასვლა, ამ სასათბურე პირობებში უნდა რომ განსაკუთრებით შვილები ჩაკეტოს და ყავდეს და იმ ჯუნგლში ხო საშიშია, იქ შეიძლება რაღაცა მხეცი შეხვდეს, მაგრამ ეს სასათბურე პირობები დასული ვერ იქნება 100%-ით ვერასდროს და მაინც გახვალ იქიდან ასე თუ ისე მოგიწევს. აი ფიზიკურადაც რო არის ადამიანები, ვინც სახლიდან არ გადიან, ესეთი ისინი იაპონიაშიც არის დაფიქსირებული. ეხლა თან დღეს ონლაინ სამსახურები რო გაჩნდა, ხო, საერთოდ რა პრობლემაა ზიხარ სახლში, ონლაინ მუშაობ და თუ გინდა ნუ გახვალ საერთოდ. გარე სამყარო ბოროტია, ცუდია. და შეგიძლია სახლში იჯდე და ონლაინ იმუშავე, ფული მოვა. საჭმელი მოვა, გამოიძახე, ყველაფერი შეგიძლია მოკლედ ოთახიდან გააკეთო უკვე. დღეს არ არის ეგ პრობლემა. და რა ხდება, ხო? ამ ოთახში რა მოხდება, იმიტომ რომ რეალურად ეს ოთახის ილუზიაა. რაღაცა სტაბილურობას ქმნის, რა თქმა უნდა, ენერგიაა ჩადებული, რომ გარე სამყაროსგან განსხვავებით ცოტა უფრო სტაბილური ადგილი იყოს დასასვენებლად. მაგრამ ამასობაში მე ამ ოთახში რო ვზივარ და გარეთ აღარ გავდივარ, უფრო და უფრო მიჩუნგდება გარეთ გასვლის უნარი, იმუნიტეტი, ჩემი სურვილების დაკმაყოფილებები, ინსტინქტი გავაჩერე, ნუ მოკლედ ჩემი საკუთარი თავი ჩავაგდე იმ მდგომარეობაში, რომ ვაჩლუნგებ ჩემს სასიცოცხლო ენერგიას. და ამ დროს შეიძლება არ ვიცი, წყალი ჩამომივიდა მეზობლიდან, კრაზანა შემოფრინდა და მიკბინა, პოლიცია გამოიძახეს, არ ვიცი და შემომივარდნენ და დამიჭირეს და ციხეში წამიყვანეს, იმიტომ რომ არ ვიცი იქ ოთახში არ ეჭვირო რაღაცა მედო თუ აი იმდენი რამე შეიძლება ოთახში შემომივარდეს, რომ აი წარმოდგენა ძნელია, ისუ მინიმუმ მიწისძვრა მოხდა და რაღაცები ჩამოინგრა და მე კიდე გარეთ გასვლა არ შემიძლია პირობითად, ხო, ამ ოთახიდან ვზივარ ოთახში და ნუ აი მილიონ რაღაცას ჩამოგითვლით, რომ ოთახშიც შემოაღწევს ის ცვლადი რეალობა. ვერ დარჩება ის რა, ვერც ერთი, აი როგორც რუსთაველი ამბობს, ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი. აი ესეთი ვარიანტია ეგ. ხო და ამიტომაც კარგია, როდესაც ხო, ეხლა კიდე რა არის სტაბილური, აბა დააკვირდით ადამიანის ცხოვრებაში, სანამ იმაზე გადავალ, რა ჯობს, რა არის უმჯობესი არჩევანი, ხო, ცნობიერი არჩევანი. იმიტომ რომ ეს არჩევანი, რომ მოდი მე სასათბურე პირობებში ვიყო, ცნობიერად არ გაუკეთებია ადამიანს. ესეთი ადამიანი მე არ მინახავს. ძირითადად მოხდა ასე, რომ ის გაიზარდა სასათბურე პირობებში და ჩარჩა სასათბურე პირობებში. ან რაღაცა მოისმინა, რომ აი სტაბილურობა, ესეთი მარკეტინგული მესიჯი მოისმინა და ვა რა მაგარია და გამოედევნა სტაბილურობას. რომელიც ილუზია რო იყო, ვერ გააცნობიერა და ესე ჩატრიალდება რა. ხო და ეხლა კიდე რა არის სტაბილური, მეგობრებო? ნებისმიერი ადიქცია არის სტაბილური.
პორნო ადიქცია, პორნო ყოველთვის დამხვდება, ზუსტად ისეთი როგორიც იყო, როდესაც გამოვცადე. შემიძლია ზუსტად ავარჩიო ის, რაც მე მინდა. ისეთი როგორც მე მინდას ბჭყალებში ვამბობ აქ. ასევე სტაბილურად დამხვდება, რა ვიცი, ონლაინ თამაში და კაზინო თუ ფიზიკურად წასვლა კაზინოში და იქ თამაში და საერთოდაც კაზინოში ფანჯრებია დაბურული, რომ არ დავინახოთ, რომ გათენდა თუ დაღამდა. ანუ ისეთი სტაბილური გარემოა შექმნილი და ისეთი ერთნაირობა არის იქ მოცემული, რომ ესეც კი არ უნდა შეიცვალოს. სულ უნდა იყოს ერთი და იგივე განათება. დაღამდა გათენდა ეს ბუნება არ გვაწყობს იქ ნახე. კაზინოც სახლია, პირდაპირ წერია ხოლმე კაზინოს სახლი. ნუ სახლი, სადაც არაფერი იცვლება, ერთი და იგივეა ყველაფერი. ახლა კიდე არის, ვთქვათ, თუ დალევ, ერთნაირად დათვრები, სასმელს იგივე გემო აქვს, სასმელის გემო რო იცვლებოდეს, კი ნახეთ, არაყი, არა ვიცი. არაყის გემო მე არ გამიგია, რომ შეიცვალოს. და მაინც ამ ყველაფრის მიუხედავად, რომ რაღაც პერიოდში ეს ყველაფერი სტაბილურობას იძლევა, ან შეიძლება სტაბილურ ენერგიას, ან შეიძლება სტაბილურ ამას, იმას, ძალიან ბევრ რაღაცას იძლევა, რაც ზუსტად იცი რომ მოვა, ხო? მაინც იცვლება რაღაც და რა იცვლება? ჩვენი საკუთარი ნეირობიოლოგია მაინც იცვლება, ცვდება და დგება მომენტი, როდესაც ეს სტიმული აღარ იძლევა იმ შედეგს, რაც მე მინდოდა. და აი აქ მოდის ეგრეთ წოდებული ლომკა. და ამას ყველა სტაბილური გარემო აკეთებს, აბსოლუტურად ყველა. ძალიან სტაბილურია და სიამოვნებს და კარგია. აკეთე ეგ და გაცვდება ეგ შეგრძნება. და აღარ იქნება საკმარისი, არც ოთახში ჯდომა სტაბილურობისთვის, არც ცხელაბაზანაში წოლა, აღარ მოიტანს სიამოვნებას, არც თამაში მოიტანს კაზინოში სიამოვნებას, მხოლოდ შფოთვას და შიშს მოიტანს. ცოტა ხანში ჰეროინია, მოიხმარ ჰეროინს, კი, ხარ ხო, გავიდა ეგ, გაცვდა რეცეპტორები და მოვიდა ისევ ის ლომკა და ბოლოს ნახეთ რა ხდება. უკვე ამ ყველაფრის კეთება იმის გამო კი აღარ ხდება, რომ სტაბილურად სასიამოვნო იყო და სტაბილურად კარგად იყო აღქმული ტვინის მიერ. უბრალოდ იმიტომ ხდება, რომ იმ საშინელებაში არ ვიყო, რაც უამისობას მოაქვს, ეგრეთ წოდებული ლომკა. და აი აქ უკვე ზოოპარკში არის გამოჭერილი ადამიანი. თუ მან მოხსნა სასათბურე პირობა, რომელსაც მიეჩვია, ვეღარ უძლებს. აღარ შეუძლია გაძლება. იქნება ეს ინფარქტი თუ იქნება ეს ნებისმიერი რამ. სიგარეტი როგორია? თქვენ გინახიათ სიგარეტი, რომელიც ყოველდღე იცვლება? მე არ მინახია. სიგარეტი 90-იან წლებში რაც იყო, ის არის დღესაც. ნუ რაღაცა პატარა რაღაცა არ ვიცი გემო დაამატეს ან დააწვრილეს თუ გაასქელეს ღერო თუ რა გააკეთეს, მაგრამ იმასაც თუ დაკვირვები ხართ, რომ წეველები ერთსა და იმავე სიგარეტს ეწევიან. ისინი არ ცვლიან ბრენდს. მე მინდა აუცილებლად არ ვიცი Marlboro Silver Light ლურჯი ზოლით. მწვანე ზოლით გაქვთ? არა, ეგ არ მინდა. მე მინდა ლურჯი ზოლით. ნახე? 30 წელია ლურჯ ზოლიან Marlboro-ს ვეწევი. არ ვიცი რაღაცას ბოდავ ხა, იმიტომ რომ ვერ ვერკვევი სიგარეტებში, მაგრამ მინახავს მარკეტებში როგორ ყიდულობენ სიგარეტს, ხო? ხო და რაც უფრო მალე გაცნობიერდება ეს სტაბილურობის უნაყოფობა და არარსებობა და ილუზორული ბუნება, მით უფრო მალე შესაძლოა ადამიანმა გაბედოს და გამოვიდეს ამ თავისი თავშესაფრიდან და შეეხოს რეალურ ცხოვრებას, საკუთარ თავს, გარე სამყაროს და კი იგრძნოს ტკივილი, კი დაფრუსტრირდეს ზოგჯერ. აბა ჯუნგლებში რო გახვალ, ხან გიკბენენ და ხან ბრძოლა და ხან გაიქცევი გამოგეკიდებიან, ხან ვიღაც გარბის შენ მისდევ, იქ რაღაც ხილი დაინახე და უნდა მოიპოვო, იწვალო ხეზე ახვიდე, ესე ადვილი არ არის ცხოვრება, მაგრამ აქ შენ აქტიური ხარ ამ ჯუნგლების გარემოში. შენი იმუნიტეტი არის აწეული, შენი ლიბიდო მოდის აქ, იმიტომ რომ ენერგია გჭირდება, იქ გადაწყვეტილებებს იღებ და ტვინი ინთება, ნახე, ჩამქრალი მდგომარეობის მაგერად ანთებულია. და შეიგრძნობს სიცოცხლეს. ამიტომაც სიცოცხლე პირდაპირ და პროგრესი პირდაპირ უდრის აი ამ სტაბილურობის და ერთნაირობის და ასე ვთქვათ ფსევდოჰარმონიის ჩახსნას. რასაც ყველას გისურვებთ, თუმცა დოზირებულად. ეხლა ამასაც უნდა შევეხო, რომ რამდენადაც უბრალოდ გავრცელებულია ძალიან ამ სასათბურე პირობებზე მიჯაჭულობა, თუმცა არსებობს მიჯაჭულობა ქაოსზეც.
რომელიც სულაც არ არის სიცოცხლის, ასე ვთქვათ, აი რა ხო აღწერე, რომ სიცოცხლეს უიცვლება, მაგრამ სიცოცხლეს აქვს სტრუქტურა და ორგანიზება. და არ არის ცხოველმყოფელობის პერიოდში არ არის ენტროპიული, პირიქით, ანტიენტროპია. ენტროპია ვინც არიცით, ეს არის სამყაროს უნივერსალური კანონი, რომ ყველაფერი დაშლისკენ მიემართება და განქარვებისკენ და გაქრობისკენ. ანუ თავისთავად, ასე ვთქვათ, დრაივი და მიდრეკა ყველაფერს აქ არევისკენ და ქაოსისკენ და არა დალაგებისკენ და ორგანიზაციისკენ, მაგრამ ცოცხალი ორგანიზმი არის პირიქით, როდესაც ცოცხალია. იქ მიდის გამუდმებით ორგანიზება რაღაცეების, ანუ სტაბილურობა, რაც მკვდარ ორგანიზმს ახასიათებს, არა, არც ქაოსი, სადაც ფსევდო ცვლილებებია, ეგ არ არის ცვლილებები, არამედ ორგანიზება, ხო? ის ცხოველი, მაშინ რომ გადის ჯუნგლში, ძალიან ორგანიზებულია, ის არ არის ქაოტური. ზუსტად იცის რა, როგორ, როდის, რანაირად მისი ორგანიზმი ცხოველმყოფელ მდგომარეობაშია. და ეს ქაოსიც შესაძლოა, რომ იყოს ერთ-ერთი კარგი და სტაბილური. და ქაოსზე სტაბილური რა უნდა იყოს? სულ ქაოსი თუა, ესეც სტაბილურია. არეულობა არის, აი ექშენია, მოვარდნენ, გავარდნენ, ყვირიან, გაიქცენ, გამოიქცენ, პოლიცია მოვიდა, წავიდა, სასტრაფო მოვიდა, წავიდა, იქ რაღაც არ ვიცი, ყვირი ვარ, ტირი ვარ, მე რაღაც თავდაყირავ დგები, ვურტყავ ვიღაცას, ის მირტყავს, გავიქეცი, გამოვიქეცი, ჰაი და სულ ეს ამბავია, სულ ქაოსია, არ არის სტაბილური, ძალიან სტაბილურია. ქაოსის სტაბილურობაც შემზარავია, ხო? ანუ ამით იმის თქმა მინდა და ნახეთ კიდევ რა. ფსიქოლოგიაში არის ესეთი ცნება, პოლარობების თემა. და პოლარობა რითი ხასიათდება? ეხლა და ეს სხვათა შორის იყო გეშტალტ საერთაშორისო კონფერენციის მთავარი თემა, რითიც წარდგა საქართველოს გეშტალტ ინსტიტუტი და საამაყოა ეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თემით წარდგნენ. პოლუსების თემა იყო. და რა არის ახლა ეს პოლუსები, რომ აი მაგალითად არის ადამიანი, რომელიც სტაბილურად ცდილობიანია, ან სტაბილურად უზდელია, ან სტაბილურად, არ ვიცი, კეთილია, ან სტაბილურად ბოროტია, ან სტაბილურად უემოციოა, ან სტაბილურად ემოციურია. ნახეთ რა არის, ანუ პირდაპირ მიანიშნებს ნევროტულობას ეს ფსიქოლოგიაში. ყველა სკოლა სხვადასხვანაირად ეძახის ამას, მაგრამ თუ ადამიანი ერთსა და იმავეს ატრიალებს გამუდმებით, ამ დროს, აი ამ ტრიალის დროს არის ზუსტად ეს ნევროტული მდგომარეობა. რაც არ უნდა იყოს შინაარსი იმისა, რაც ტრიალებს. ანუ მე ჩემ თავში მაგალითად ადრე შევამჩნიე, რომ დასწავლილი მქონდა სიკეთე ეგრეთ წოდებული, რომელიც მე გამოვიკვლიე რა არის სინამდვილეში და ვეძახდი დედა ტერეზას სინდრომს. რომ აი ყველას რო რაღაცა ღმერთო, ყველა კარგად იყოს და აი ყველას მიმართ სიკეთე მინდა და ეს და აი ამ როგორ გითხრათ, შუბზე რო ეს გაწერია და მე მოდიან ადამიანები, რომლებსაც წიხლის ჩარტყმა უნდა და შენ კეთილგანწყობილი ხარ, ნახეთ როგორი ნევროზია. ანუ ეს იმას გავს, რომ არიცი ვეფხვი მივიდეს მეორე ვეფხვთან საჩხუბრად და ეს მეორე ვეფხვი ესე როს ის რომ დედა რა საყვარელი ვეფხვია, რა კარგი ვეფხვია, ესე არის და ანუ სადღაცა ილუზიებში და ფანტაზიებში დაფრინავ, კაცო, რა კარგი ვეფხვი მოვიდა და ეხა დაგგლიჯავს, ანუ და მე რაღაც კეთილი ვარ, ესა ვარ, ისა ვარ, ნახეთ როგორი ნევროტულია და სტაბილური ეს ბჭყალებში კეთილი ადამიანიც, ხო? ამიტომაც ცოცხალი რაც არის, მას აქვს ტალღური ბუნება, მიქცევა, მოქცევა, დღე-ღამე, წვიმამზე, გათენდა დაღამდა, არ ვიცი, აცივდა დაცხა, ტალღებია სულ. და პოლუსებში, ხო, აი ნახეთ რატო ქვია პოლარულობა. პოლუსებში ყინავს, ოკეი, სულ ყინულია, ან სულ დღეა, სულ ღამეა. და რამძიმეა ადამიანისთვის ხოლმე იყოფა. ცხოველებისთვისაც ძალიან რთულია. ცოტა ცხოველი გაუძლებს ამ პოლარულ არსებობას. ხშირად ეს გაუთავებელი სტაბილურობა ხელოვნურ ბედნიერებასაც იწვევს სამწუხაროდ. რა გითხრა აბა მანანა, დასაწყისში იწვევს, ხო აღწერე, აი ჰეროინით ვინც სტაბილურად მოიხმარს, თქვა თავიდან სტაბილურად ბედნიერია, კი, ხელოვნურად.
და მე ვწვდება ეს ბედნიერების აღქმის, ასე ვთქვათ, რეცეპტორები, იმიტომ რომ ამისთვის არ არის შექმნილი. ჩვენი ტვინი იმისთვის არ შეიქმნა, რომ 24/7-ზე ვიყოთ ბედნიერ ბუნება განწყობილებაზე. არ არის ამისთვის. არც იმისთვის არის, რომ 24/7-ზე ვიყოთ უბედურ ბუნება განწყობილებაზე. ჩვენი ტვინი შეიქმნა მოძრაობისთვის და რომ დააკვირდეთ ჩვენ გარემოში, როდესაც ვთქვათ, ნადირობდით ან რაღაცას ვაკვირდებოდით, რას ვამჩნევთ? იმას, რაც მოძრაობს. ანუ მოძრაობა არის სიცოცხლის თვისება პირდაპირ. და რაღაც ერთ ადგილზე ესე სტაბილურად ყოფნა ერთსა და იმავე პოლარობაში. ეს არის ნევროტული მდგომარეობა, კარგის მომტანი ეს არ არის, რანაირი პოლუსიც არ უნდა იყოს ეს. ეს არის სასათბურე მდგომარეობა, სადაც ინსტინქტები ჩლუნგდება, გადარჩენის ენერგია ეცემა და შესაბამისად მოდის მერე დეპრესია და ისეთი ტანჯვა, რაც წესით, რისთვისაც ადამიანი განკუთვნილი და დაბადებული არ არის. ამაზე გაბორმატეთ საუბრობს, რომ არის ტანჯვა, რომელიც შევქმენით, როგორც ხელოვნური სამოთხეები შევქმენით, მანანა მადლობა ამ სიტყვის გამოყენებისთვის, ისევე ხელოვნური ჯოჯოხეთების შევქმენით, რომლისთვისაც არ არის გათვლილი ჩვენი ტვინი. და ამიტომ ძალიან ჭირს ამის პროცესირება. თუმცა, ვინაიდან ჩვენ არ ვართ ისეთი მარტივი მოწყობის ცხოველები, ესე ვიტყვი, როგორც არის ვეფხვი, ლომი და ასე შემდეგ, ვინც ერთხელ თუ ზოოპარკში აღმოჩნდა მურჩა, მერე დასრულებულია მისი ველური ცხოვრება. ჩვენ ასე არა ვართ. ჩვენში არის ძალიან დიდი ელასტიურობა და პლასტიურობა, ამიტომაც მოგიწოდებთ თუ არ ვიცი რა დავარქვა ამას, რომ ასე შეხედოთ და პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ რაღაცა პაწაწინა ცვლილებების შეტანა ცხოვრებაში. ის ერთი პატარა ცვლილება, სიახლე, რისკი, არასტაბილურობა, კი ბატონო ქაოსი თუ მუდმივად წესრიგში ვარ, ან თუ სულ ქაოსში ვარ, ცოტა წესრიგი, ეს ყველაფერი ძალიან დიდი მნიშვნელობის არის. იმ პატარა ერთი პაწაწინა ნაბიჯით იწყება ყველაფერი. ხო და ამას გისურვებთ, ჩემ თავსაც უსურვებ და ასევე ლამაზ დღეს.